პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. მოიმატა ტემპერატურის მაჩვენებლებმა მთელ მსოფლიოში. რა არის სუფთა ჰაერი ჩვენთვის? ბაქტერიებისგან სუფთა სივრცე, მტვრისგან განწვენდილი გარემო, დახურული სივრცეები. მომხმარებელს შეიძლება ის კითხვაც გაუჩნდეს, რომ შეიძლება მტვერი შემომიტანოს. ამას ემატება ტენიანობა, რომლის დარეგულირება საკმაოდ რთულია. კონდიციონერი ჯანმრთელობისათვის მავნია. სწორედ კონდიციონერი აღმოჩნდა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ატრიბუტად. კონდიციონერებს შეუძლიათ, რომ ჰაერი გაგვისუფთავონ ოთახში. ოთახში ჰაერს რა აბინძურებს? ხდება მიზეზი სხვადასხვა დაავადებების გამოწვევების. ბაქტერიებს და ობს, რაც შეიძლება იყოს წარმოქმნილი, მაქსიმალურად კლავს. გაგვაციებს, არ მომიბეროს. ოთახში ტემპერატურას აქვს განსაზღვრული თავისი ნორმები. ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ არ იცის ეს ინფორმაცია. კონდიციონირებულ ოთახში ძილი უფრო მავნებელია, ვიდრე უჰაერო ცხელ ოთახში ძილი. ეს არის მითი. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. გადაცემის პარტნიორია მიდეა, ჭკვიანი კონდიციონერები თქვენი სახლის კომფორტული კლიმატისთვის. მოგესალმებით პოდკასტი. თქვენთან ერთად არის მორიგი ეპიზოდით გიბრუნდებით. ძალიან საინტერესო თემა და ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს დღეს. ჩემი კოლეგა ექიმი, ბევრი თქვენთაგანისათვის საყვარელი ექიმი, ბევრი სიკეთე მას გაუკეთებია ბევრი ადამიანისთვის. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება პულმონოლოგი, ფტიზიატრი, პროფესორი კახა ვაჭარაძე. კახა, მოგესალმებით. მოგესალმებით. როგორ ხარ პირველ რიგში? დიდი მადლობა ტრადიციულად შრომაში, ტრადიციულად რუტინულ ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში, რომელსაც ალბათ ისევ როგორც შემოყოტე თქვენ და თითოეულ ჩვენთაგანი უთავსებთ პაციენტებზე ზრუნვას, სამეცნიერო მუშაობას, რეზიდენტები, სტუდენტები, სხვადასხვა კონფერენციები და ალბათ ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი, რომელსაც უნდა მივდიოთ. ძალიან კარგი. კარგი თემა, რომელსაც დღეს ვეხებით, კახა არის თქვენი მიმართულება, ამაში ვისურვებთ თქვენ კითხოთ უნდა აზრი. ეს არის ჩვენ და გარემო პირობები, ჰაერი, რასაც ჩვენ სუნთქავთ, ყლაპავთ, გინდა დავარქვა და გინდა ვირგებთ. სუფთა ჰაერი რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. მოდი ესე დავიწყოთ. მე ვსუნთქავ სუფთა ჰაერს, კი, რომ ასეა, რომ რა არის სუფთა ჰაერი ჩვენთვის? სუფთა ჰაერის ცნება ძალიან გავრცობილია და უმეტესად საზოგადოებას გონია, რომ სუფთა ჰაერი ეს არის მხოლოდ ჟანგბადის კონცენტრაცია ამა თუ იმ სივრცეში. რეალურად სუფთა ჰაერში მოიაზრება არა მარტო ჟანგბადი, არამედ ეს არის ნახშირორჟანგი, ეს არის სხვადასხვა მძიმე მეტალები, ეს არის გამონაბოლქვი, ეს არის აირები, ეს არის ტენიანობის მაჩვენებელი და სხვადასხვა მძიმე მეტალები თუ სხვადასხვა გამონაბოლქვი, რომელიც ჩვენ გარშემო მუდმივი არსებობის უფლებით სარგებლობს. რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ მაჩვენებლებს, რეალურად ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა რასაკვირველია ეს არის ჟანგბადის შემცველობა. სწორედ ამიტომ განსხვავებული მაჩვენებლებია, ეს უნდა იყოს დახურულ სივრცეში ჟანგბადის მაჩვენებელი თუ ღია სივრცეში, ეს რადიკალურად განსხვავებული მაჩვენებლებია. ავიღოთ თუნდაც ერთი მაჩვენებელი, რომელიც არის მაგალითად ტენიანობის მაჩვენებელი, ხომ? ის მერყეობს ნორმაში 40-დან 60%-მდე. თუ 40%-ზე ნაკლებია, ეს არის რომ ის გარემო, სადაც ჩვენ ვიმყოფები, ძალიან გამომშრალია, ხოლო თუ 60-ზე მეტია ტენიანობა ძალიან მაღალია. ალბათ დღეს ჩვენ გავაშუქებთ სხვადასხვა საკითხებს, მაგრამ აი ეს მაღალ ტენიანობას ან გამომშრალ ჰაერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. კი ბატონო, კახა, დამეთანხმებით, რომ ძირითადად ჩვენი ცხოვრების სამწუხაროდ ქალაქის ცხოვრებაზე მაქვს საუბარი, სოფლად ვინც არის და მთაში, ბუნებრივია იქ გამომდინარე ცხოვრების რეჟიმიდან და სტილიდან მათ მეტად უწევთ გარემო პირობებში ღია სივრცეებში ყოფნა, მაგრამ ქალაქის პირობებში გვინდა არ გვინდა, ეს არის მანქანა, ეს არის სახლი, ხო? ან სამსახური, დახურული სივრცეები. სადაც მე რომ მკითხო, ალბათ ჯერ განიავების კულტურა მთლად ესე დანერგილი ჩვენ ქვეყანაში არ არის და ის ტექნოლოგიები კიდე რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ სუფთა ჰაერი შევინარჩუნოთ, დღეს ამაზედაც გვექნება საუბარი ჩვენს პოდკასტში, იქაც მიმდინარეობს პროცესები, რომ ამ ტექნოლოგიებმა ინტეგრირება მოახდინონ. ოთახში ჰაერს რა აბინძურებს, ან როგორ შევინარჩუნოთ ოთახში სუფთა ჰაერი, რომ ჩვენ ჯანმრთელობაზე ისეა თუ ასეა, მაინც ცოტათი დადებითად ვიმოქმედოთ.
ნამდვილად საინტერესო კითხვაა და აქ ალბათ სიღრმისეულად უნდა მიუდგეთ ამ თემატიკას, ვინაიდან რადიკალურად განსხვავებულია ჰაერის შემცველობა ოთახში და მის გარეთ. სამწუხაროდ ჩვენ ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, რასაც ქვია ჩვენი იმუნიტეტი და ეს იმუნიტეტიც მუდმივი არ არის მოგეხსენებათ, ვინაიდან ის მკაცრად არის დამოკიდებული იმ გარემო პირობებზე და იმ ქცევის ნორმებზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. განსაკუთრებით ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესიც უშუალოდ დამოკიდებულია იმ გარემოსთან, თუ სადაც მოღვაწეობ ჩვენ, ეს იქნება სამსახური, აბსოლუტურად სწორედ აღნიშნეთ, ეს არის ავტომანქანა და არის მთელი რიგი კვლევები ჩატარებული, სადაც დადასტურებულია, რომ ფაქტიურად ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ქალაქში, 60-65% ატარებს დახურულ სივრცეში ან უძრავ მდგომარეობაში. აი სწორედ უძრაობა არის მე მინდა აღვნიშნო როგორც პულმონოლოგმა და რესპირაციულ დაავადებებში მოღვაწე ექიმმა, რომ უძრაობა შეეფარდება თუნდაც პაციენტი არ ეწეოდეს, ან ადამიანი არა პაციენტი, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი არ ეწეოდეს, უძრაობის შემთხვევაში ჩავთვალოთ, რომ ის არის ერთი კოლოფი სიგარეტის წეველი. ეს უძრაობის შემთხვევაში, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამას ემატება თამბაქოს მოხმარება, რაც ძალიან გლობალური პრობლემაა და ის გამონაბოლქვი, რომელიც დახურულ სივრცეშია, ამას ემატება მტვერი, რომელიც მუდმივად არის ჩვენ ავეჯზე, სხვადასხვა წიგნებზე თუ სხვადასხვა მოწყობილებებზე თუ ტექნიკაზე, ზედაპირებზე რასაკვირველია, ამას ემატება ტენიანობა, რომლის დარეგულირება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით ეს სპეციფიურია საქართველოს ყველა კუთხისთვის, ეს იქნება აღმოსავლეთ საქართველო თუ დასავლეთ საქართველო, აქ რადიკალურად განსხვავებულია ტენიანობის მაჩვენებელი. ეს არის ის უცხო ნივთიერებები, რომლებიც მუდმივად ტრიალებს ჩვენ გარემოში და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რასაკვირველია ის ტემპერატურული ფაქტორი და რეალურად ოთახში ტემპერატურას აქვს განსაზღვრული თავისი ნორმები, რომელიც მკაცრად უნდა იქნეს დაცული, ვინაიდან ტემპერატური მრუდის დარღვევის შემთხვევაში ის ხდება მიზეზი სხვადასხვა დაავადებების გამოწვევებისთვის, განსაკუთრებით რესპირაციული დაავადებებისთვის და ხშირად პაციენტები, რომლებიც დაავადებული არიან ფილტვების როგორც ინფექციური დაავადებებით, ასევე ობსტრუქციული დაავადებებით, როგორც არის ასთმა, როგორც არის ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, აი ამ პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ტემპერატურულ რეჟიმს, დაბინძურებას, როგორც დახურულ სივრცეში, ისე ღია სივრცეში და რასაკვირველია ტენიანობის მაჩვენებლებს. აქ ჩვენ უკვე აღარ ვსაუბრობთ იმ ძიმე მეტალების სუნთქვაზე და სხვადასხვა გამონაბოლქვზე, თუნდაც სიგარეტის რამდენი გზები, ეს დაუფარავი. ხა ევროპაში მთელი მოსახლეობის დიდი ნაწილი მოგზაურობთ ხო და ცივილურ ქვეყნებში. სადაც არ უნდა ნახოთ ხო მიწის გრუნტები ყველგან დაფარულია სპეციალური საფარით, რომ ის არ მოხდეს იმის ამტვერიანება, რაღაცა იქ სამშენებლო მანქანები თუ ირეცხება. ჩვენ კი ვითარდებით ამ ერთის წყალობით. ნელ-ნელა წინ მივდივართ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არსებობს ეს მტვერიც და ეს იბინძურებს იგივე მეტალები, ხო? ორი სიტყვით მეტალებზეც გითხენ, თუ ეს რაღაც ყადაღებული თემა არის რა. ჰაერში მეტალების არსებობა, რამდენ რეალისტურია ეს თემა? გეთანხმებით, ვინაიდან როდესაც ჩვენ ქვეყანაში სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო დაიხურა ძალიან ბევრი ფაბრიკა, ქარხნები, ამ შემთხვევაში, ესე იგი, ყოველ ქმედებას რასაკვირველია თავის უკუქმედება აქვს და იყო ძალიან დიდი მოლოდინი საზოგადოების, რომ ჩვენი გარემო პირობები მკვეთრად გაუმჯობესდებოდა იმ გამონაბოლქვებიდან, იმ მავნეაირებისგან და იმ ძიმე მეტალების იქნებოდა მტვერი თუ ჰაერში შეწონილი სხვადასხვა ნივთიერებებისგან და გასუფთავდებოდა ის გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. სამწუხაროდ ესე არ მოხდა და გარემო გასუფთავდა და დაახლოებით სადღაც 3%-ით მეტი არა. აღმოჩნდა, რომ ძირითადი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის გაუმართავი ავტოპარკი, ეს არის დაბალი ხარისხის საწვავი და ეს არის ის გამონაბოლქვი და გამონაყოფი, რომელიც ხდება სხვადასხვა, აი თქვენი თქმის არ იყოს, სამშენებლო ქმედებების თუ სხვადასხვა დარჩენილი პატარა საწარმოების მიერ გამოყენილი ეს თუნდაც ეს იყოს დიდი სამრეწველო ქარხნები თუ მცირე, ყოველთვის ხდება გამოყოფა სხვადასხვა აირების, მძიმე მეტალების, რომლებიც თავისთავად აისახება ჩვენ ჯანმრთელობაზე. ფაქტიურად არ არსებობს არც ერთი სისტემა და განსაკუთრებით სასუნთქის სისტემა, რესპირაციული სისტემა, რომელიც არ იყოს. დიახ, აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანს
ერთი თვე შეუძლია საკვების მიღების გარეშე იცოცხლოს. ერთი კვირა შეუძლია წყლის გარეშე, მაგრამ სუნთქვის გარეშე 5 წუთის მეტი ის ვერ ძლებს. აი რაოდენ ფაქიზია ჩვენი სასუნთქის სისტემა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამა თუ იმ დაავადებებზე. აი სწორედ ამიტომ არის რომ პირველ ათეულში დაავადებების სიკვდილიანობის მაჩვენებლებით ლიდერი პოზიციები უკავია სასუნთქის სისტემის დაავადებებს. კახა შევეხოთ აუცილებლად ზაფხულია ეს თან რაღაცა იცი რო აკვირდებით ხო ბოლო წლები ჩვენ მაინც ვინც ვაცნობიერებთ რა იყო 20 წლის წინ 30 წლის წინ 40 წლის წინ ხო რა კლიმატი ჰქონდა როგორ რაღაცა სეზონურობა აირია ხო ეს გლობალური დათბობის სიმპტომებია თუ რაღაცა კატაკლიზმური სახის და დაცხა მაგრაც ხელა რაღაცა პერიოდი მე უცებ აცივდება ქარიან კონდიცირება მივედით იქამდე რაც ლევანდელი ჩვენი თქვენი სტუმრობის ჩვენთან ერთ-ერთი თემა არის მინდა მაყურებლამდე მივიტანოთ რომ ჯანსაღად განიავებული და ვენტილირებული ოთახები საშიში არ არის მითი იყო ეგეთი რომ კონდიციონერი ჯანმრთელობისათვის მავნია დღეს ეს მითი დამსხრეულია თუკი ის ტექნოლოგია რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ სათანადოდ არის მოწესრიგებული და მოვლილი მოდი ორი სიტყვა გითხარით გამოცდილებიდან კონდიციონერი და ჩვენი სასუნთქის სისტემა თუნდაც იმუნური სტატუსის კუთხით თუნდაც რა ვიცი ჟანგბადის შემცველობით და ასე შემდეგ რა მოგახსენებთ ორიოდე სიტყვით ჩემო კოტე მე მინდა შევეხო ისტორიას ვინაიდან ვინც არის ეს თავისი წარსული მას არც მომავალი არ აქვს და გამომდინარე აქედან მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს თუ რასთან გვაქვს საქმე კონდიციონერი ყოველთვის ასოცირდებოდა როგორც კომფორტულ ის ხო გახსოვს ბეკა გახსოვს ბეკა რა იყო ბეკა აი გადავატრიალებდით დიდხანს და ისმოდა საოცარი ხმაური და საბეზობლოში გეთანხმებით საჭირო იყო დიდი ასე ვთქვათ სამშენებლო манипуляციების ჩატარება რომ ეს ბეკა დაგვემონტაჟებინა ჩვენ სხვადასხვა ასე ვთქვათ ადგილას სივრცეებში რომელიც იკავებდა ნახევარ ფანჯარას ან კარების სივრცეს დღეს რადიკალურად ცხოვრება იცვლება ყველაფერი მიდის მინიმალიზაციისკენ დაკავშირებული არის კომფორტზე, უსაფრთხოებაზე და ეფექტურობაზე და ეგ მინდა ორიოდე სიტყვა თქვა რომ კონდიციონერი თავისთავად ასოცირდება როგორც კომფორტთან, მაგრამ რეალურად როგორც ავტომანქანა ასოცირდებოდა კომფორტთან, დღეს ის არის გადაადგილების აუცილებელი საშუალება და ის სწორედ კონდიციონერი აღმოჩნდა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ატრიბუტად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ორიოდე სიტყვით მაინც მინდა პატივი მივაგოთ იმ ხალხს, ვინც გამოიგონა ეს საოცარი რამ. ეს იყო ვილის კარიერი იყო ვილის კარიერი იყო ესეთი პიროვნება ამერიკელი რომელიც მათ ბუფალოში 1902 წელს გამოიგონა პირველი კონდიციონერი ფრეონის საფუძველზე იყო მაშინ პირველი კონდიციონერი ფრეონი მაშინ არ იყო მაგრამ მას თავის ტექნოლოგიები ჰქონდა და ის გამოიგონა არა როგორც ჯანმრთელობისთვის და საყოველთაო მოხმარებისთვის არამედ საწარმოო მიზნებისთვის ვინაიდან პირველი კონდიციონერი დაიდგა მსოფლიოში სტამბაში რადგან იქ ვერ ხერხდებოდა ქაღალდის დამუშავება ის სიცხისგან და ტენიანობისგან ზიანდებოდა ამიტომაც დაიწყო ეს შემდეგ 1906 წელს მოხდა მისი დაპატენტება და 1930 წელს პირველი საოჯახო ოთახის კონდიციონერების წარმოება დაიწყო. ბუმი მოხდა შემდგომ უკვე 1950-70-იან წლებში, როცა უკვე ენერგოეფექტური, ანტიბაქტერიალური, ტენიანობის მარეგულირებელი და სხვა საოცარი ფუნქციების მქონე ესეთი მოწყობილობები გამოვიდა. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ისეთი დაავადებები, როგორც არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასტმა, ობსტრუქციული ბრონხიტი, ემფიზემა პირდაპირ პროპორციულად არის ტემპერატურაზე, ტენიანობაზე, დამტვერიანებაზე, დაბინძურებაზე და იმ ბაქტერიული ფლორის არსებობაზე, რომელშიც ეს ამ პაციენტებს უხდება ცხოვრება და მოვაწევა. ეხლა უკვე ტემპერატურის თემა, გარდა იმ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, ტენიანობისა, ვთქვათ, რაღაცა დაბინძურების ხარისხი რაც შემდეგ, ხო? ტემპერატურა, როდესაც შენობის გარეთ 35 გრადუსია და შიგნით 20 გრადუსია. ანუ ჩვენ სახლში მოვიწყეთ პირობები, მაგრა და გარეთ გავედი 35 გრადუსის სიცხე დამხვდა. მე
მერე შემოვედი შიგნით სიგრილია. განსაკუთრებით ეს ჩემთვის, როგორც ვთქვათ, რიგითი მოგზაურისთვის, როცა დავდივარ აღმოსავლეთის ქვეყნებში და ეს არის დუბაი მაგალითად ერთ-ერთი ნიმუში, სადაც არის საოცარი სიცხე, მაგრამ ამ სიცხეს თითქოს ვეგზნობ, მაგრამ გადიხარ, შემოდიხარ. აი ეს კონტრასტირება რამდენად ახდენს ზეგავლენას ჩვენს, ასე ვთქვათ, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. თან ხშირი კონტრასტირება სხვათა შორის. მოგახსენებთ. კონდენსირება დღეს არის აუცილებელი თითქმის მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ის საცოცხლო მნიშვნელობას იჯენს სამხრეთის ქვეყნებისთვის. განსაკუთრებით ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ეს არის აფრიკის ქვეყნები, რასაკვირველია სამხრეთ ევროპის ქვეყნები, აღმოსავლეთი ევროპის, მათ შორის საქართველოსაც, ხო? ძალიან კარგად აღნიშნე კოტე, რომ მოიმატა ტემპერატურის მაჩვენებლებმა მთელ მსოფლიოში. დიახაც ეს არის გლობალური დათბობის შედეგი და აქედან გამომდინარე ჩვენ ფიქრობთ ყველა იმ ტექნოლოგიურ მიღწევებზე, რომლებიც ჩვენ უსაფრთხო და ეფექტურად დაგვიცავს აი ამ გამოწვევებისგან. და სწორედ აქედან მინდა მივმართოთ ჩვენ საზოგადოებას, განსაკუთრებით დღეს კონდიციონერები ხდება ყველგან. ეს არის საწარმოებში, ეს არის კლინიკებში, სასტუმროში, ფაქტურად არ არსებობს ცხოვრება კონდიციონერის გარეშე, მაგრამ აქ სწორად გამოყენება კონდიციონერის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან ტემპერატურული რეჟიმი უნდა იქნას შენარჩუნებული 20-დან 24 გრადუსამდე, ზაფხულში 22-დან 27 გრადუსამდე. ეს ოპტიმალური ტემპერატურა, რომელიც უნდა იყოს იმ გარემოში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, მოღვაწეობთ, შრომობთ, მეცადინეობთ და რაც შეეხება სხვაობას, აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ არ იცის ეს ინფორმაცია, რომ დაუშვებელია 6-დან 10 გრადუსზე მეტი მერყეობა, სხვაობა გარე ტემპერატურასა და ოთახშიგა ტემპერატურას შორის. მაგალითად მოიყვანოთ, თუ გარეთ არის 40 გრადუსი სიცხე, ხოლო ოთახში ჩვენ გვაქვს 19-20 გრადუსი, ეს არის უკვე ძალიან დიდი სტრესი ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით სასუნთქის სისტემისთვის. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, ზიანდება კანის აფარველი, რასაკვირველია პირველ ყოვლისა ეს არის ლორწოვანის დაზიანება, თვალი, ცხვირხახა და გაგიკვირდებათ, მაგრამ ამას მოყვება დაზიანება თმის თითოეული ღერისაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ უროგენიტალური ტრაქტის პრობლემები ძალიან მაღალია, აი ესეთი კონტრასტირების შემთხვევაში, ამიტომ მისი კონტროლი ძალიან მარტივია. ჩვენ უნდა დავარეგულიროთ აი სწორედ იმ საოცარი მოწყობილობებით, რომელსაც კონდიციონერი ქვია, შიდა ოთახში და ტემპერატურა. ხა გარე ტემპერატურა ჩვენ ვერაფერს ვიზავთ. ეს გამოცდილება დუბაისა აქვს, რომელიც 1000 ჰექტარზე გარეთ აგრილებენ ამ გარემოს, მაგრამ აუზებს როგორც აგრილებენ, ისე ჩრდილოეთ კორეაში ატმობენ. დაგეთანხმები და რაც შეეხება შიდა ოთახის ტემპერატურის რეგულირება, ეს უკვე ჩვენ ხელთ არის და ამიტომაც როგორც კი ჩვენ გავიგებთ თუ რა ტემპერატურა ჩვენი ფანჯრებს გარეთ, ამ შემთხვევაში ფანჯრებს შიგნით ჩვენ შეგვიძლია უკვე დავარეგულიროთ ეს ტემპერატურა. და აი გამოსვლელი იქნება ჩემს მიერ ძალიან საინტერესო წარმომადგენელი აი ამ კონდიციონერების ტექნოლოგიურ მხარეზე ისაუბრებს და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს თანამედროვე კონდიციონერები არის უსაფრთხო, ეფექტური და მე ვიტყოდი არა მარტო კომფორტისთვის, არამედ სიცოცხლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ატრიბუტიკით შევეხოთ რა, კახაბარემ რა. აი ხარ რომ მაგალითად მხნოვანი მშობლები მყავს რა და ეხლა ერთი კვირის წინ ზუსტად დავაყენეთ კონდიციონერება, ნუ განვაახლეთ სივრცეები, იმიტომ რომ ის სიცხეები უკვე მათ აქამდე ამჯობინებდნენ ვენტილირებად ტექნოლოგიას, რომ აი გაგვაციებს, არ მომიბეროს, მაგრამ ნუ ეხლა თვითონაც თქვეს რომ არა, ეს არ არის საკმარისი და უნდა გავგრილდეთ. აი ასაკიან პაციენტებს ჯვარი ეწევთ კაცო ადამიანებთან კონდიცირებას რამე განსაკუთრებული ყურადღება უნდა? აუცილებლად. საერთოდ რაც უფრო დრო გადის და აი ჩვენი გამოცდილების მქონე ექიმებისთვის ჩემო კოტე, უკვე დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღ ცხოვრების წესზე საუბარი, აქტიურ ცხოვრების წესზე, ჯანსაღ კვებაზე, გარემო პირობებზე. ეს მარტო ჩვენ არა, მომავალი თაობა მოდის, რომელიც ჯანსაღი უნდა იზრდებოდეს. ხშირად ჩვენ ხვდებით ისეთ დაავადებებს, რომლებიც მასიურად მიიღო პროგრესირებადი და ქრონიზაციის პროცესებთან, რაც ადრე არ იყო. სამწუხაროდ ეს ხდება ახალგაზრდა თაობებში, ახალგაზრდა გენერაციაში და რაც შეეხება მოხუც ადამიანებს, ზუსტად კონდიციონერის მიერ დარეგულირებული ტემპერატურა, ბაქტერიებისგან სუფთა სივრცე, დარეგულირებული ტენიანობა,
მტვრისგან განწვენდილი გარემო, ეს არის ის აუცილებელი გარემო, რომელიც მათთვის აუცილებელია და ნაკლებ გამწვევებებს იწვევს, იმიტომ რომ ამ ასაკში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ზემოთ აღნიშნული ადამიანები არიან მიდრეკილი სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებისკენ. ამიტომაც ობსტრუქციული დაავადებების მე ხშირად გავიმეორებ ამას, იმიტომ რომ კონდენსირება, ოთახის ტემპერატურა, დატენიანობა და ასე ვთქვათ, სხვადასხვა ბაქტერიებით გაჯერებული გარემო, ეს არის ის რისკ ფაქტორები, რომელიც პირდაპირ პროპორციულად აისახება ჩვენი მოხუცების, არა მარტო მოხუცების, ჩვენი ბავშვების და იმ ქრონიკული დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობაზე, რომელზეც ჩვენ ასე რიგავთ ზრუნავთ. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ თავარია სწორად იყოს გამოყენებული ეს ტექნოლოგიურად უაღრესად საინტერესო მოწყობილობები, როგორც არის კონდიციონერი. კერძოდ დაუშვებელია, რომ ჭავლი პირდაპირ იყო მიმართული ადამიანის თავის არეში ან გულმკერდის არეში. ეს დაუშვებელია, ამიტომაც დღეს ტექნოლოგიური საშუალებები აღჭურვილია ყველა ის სენსორული, ვიდეო, ფოტო, ასე ვთქვათ, კონტროლით, დეტექციით, რომელიც ფაქტიურად გვაძლევს საშუალებას ჩვენ უსაფრთხოდ ვიყოთ ამ გარემოში. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია გადახურების დროს, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ჩაკეტილი სივრცე, ნაკლებად ვენტილირებადი გარემო, მტრით სავსე გარემო, ბაქტერიებით, ვირუსებით სავსე ეს სივრცე წარმოადგენს პირდაპირ ვიტყოდი უდიდეს საფრთხეს ჩვენი საზოგადოებისათვის. მადლობა კახამ. სანამ გავაგზავნებ საუბარს, წყალი მთის მინდა შემოგთავაზო გისია, მაგრამ დაგიმატებ ცოტას. ეს არის Coca-Cola Bottles Georgia's მიერ წარმოებული ახალი პროდუქტი. წყალი ბრომატის გარეშე რაც თავარია, 0% ბრომატით ჩამოსხმული არის. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არის გაზირებული და მინერალიზებული. აქვე გიჩვენებთ გამოსტატოთ ჩვენი სპონსორის აჰავას თავის მოვლის საშუალებები, როგორც იცით აჰავა აითენებს მკვდარი ზღვის 21 მინერალს უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენებას და გვეხმარება მისი ელასტიურობის შენარჩუნებაში. ჩვენი პოდკასტები იწერება პოდკასტ პოინტში, შესანიშნავ გარემოში კონდიცირებული სივრცე, სიგრილე, კომფორტი, პროფესიონალები გარშემო და ასე რომ მოდით ჩაწერეთ და გააცანეთ თქვენი ეს პროდუქცია მაყურებელს. კახა გავაგრძელოთ. შესაძლებელია თუ არა კონდიციონერის გამოყენებამ გამოიწვიოს ეგრეთ წოდებული გაციება. მოგახსენებთ, ძალიან გავრცელებული თემა ეს გაციება, ეს თემა მოდის ჯერ კიდევ ჩვენი მშობლებიდან, ჩვენი წინაპრებიდან, რომ აი ბავში გაცივდა, ბავში გადააცივდა, ის გრილ გარემოში იყო, დაუბერა ქარმა, ორპირ ქარში იყო. რეალურად ყოველი გაციების უკან ეს არის ვირუსული ინფექციების სხვადასხვა სახეობები, დაახლოებით 200-ზე მეტი ვირუსი არსებობს სოფლიოში. ყოველი გაციების უკან ჩვენ გვაქვს ვირუსული ინფექცია. ასე რომ არანაირი ვთქვათ მოწყობილობა არ იწვევს ვირუსების ვთქვათ წარმოქმნას. ეს უკვე არის არსებული ვირუსები, რომლებიც ცირკულირებენ ჩვენ გარშემო და განსაკუთრებით ჩვენ საუბრობდით აი სეზონურობაზე. დღეს ფაქტიურად ეს სეზონურობაც კი წაიშალა მუდმივად და 12 თვის განმავლობაში 24/7-ზე ჩვენ ვართ უკვე ვირუსული ინფექციების რისკის ქვეშ. რასაკვირველია, აქ აქცენტი უნდა გაკეთდეს გაზაფხულ შემოდგომაზე, სადაც კიდევ უფრო მძაფრდება ეს ინფექციები და აი სწორედ აქ ისე როგორც არაზრუს მნიშვნელოვანია გაკაჟება, მაღალი იმუნიტეტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და აი სწორედ ამ პრობლემების გადასაწყვეტად უდიდეს როლს თამაშობს ის გარემო, თუ სად მოღვაწეობ ჩვენ და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დაახლოებით 60-65% ჩვენ ვატარებთ დახურულ გარემოში, ეს იქნება როგორც აღნიშნე, ეს იქნება ავტომანქანები, ეს იქნება სამსახური, ეს არის ოფისები, ეს არის კაფე, თეატრი, საზღვრებისო სულ დახურული სივრცე. სამწუხაროდ მე როგორც ამ დარგში მოღვაწე ექიმი კვლავ აღნიშნავ, რომ ნელ-ნელა მიუხედავად აკრძალვებისა კვლავ აღინიშნება შემთხვევები, როცა დახურულ სივრცეში ხდება თამბაქოს გამოყენება. ან გახურებადი თამბაქოს დღეს ძალიან აქტუალურია ვეიპები, ამაზე ცალკე თემა შემიძლია ვთქვა და საქართველოს სამწუხაროდ აი ესეთი მაღალი ინტელექტის მქონე ქვეყანა საოცარი ბუნების თუნდაც ნათელი მაგალითია აი ეს საოცარი მინერალებით სავსე წყალი, რომელიც ჩვენ ბუნებამ გვაჩუქა და აი ამ შემთხვევაში რასაკვირველია ის გარემო, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. აი აქ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ბაქტერიების შემცველობას, ტემპერატურულ რეაქციას, ტენიანობას, სხვადასხვა დაბინძურებულ გარემოს და რასაკვირველია შიდა, ასე ვთქვათ, შიდა გავრცელებას იმ პირველადი თუ მეორადი ბოლის, რომელიც მუდმივად ცირკულირებს ამ გარემოში თუ ჩვენ ვართ
მწეველთა გარემოში. მეორადიც იგივენაირი მომაკვდინებელი და ამაზიანებელი როგორც პირველადი ამაზე არაერთ გზის გითქვამს და ყოველთვის ექიმები ხაზგასმით ამბობენ ამას რომ არ აქვს მაგას მნიშვნელობა ხო კარგი ძილი და კონდიცირებული გარემო მე მაგალითად სახლში როდესაც მაქვს ჩართული კონდიციონერი ზაფხულის პერიოდში ვცდილობ რომ კონდიცირებადი ძირითადი ჭავლი და ძირითადი ასე ვთქვათ აგრეგატი იყოს მიმდებარე ოთახში და იქიდან უკვე გადმოწყორცილი განაწილებული გრილი ჰაერი ვრცელდებოდეს იქ სადაც მძინავს თუნდაც რატომ იმიტომ რომ ჩვენ ძილის დროს აბა მოდი ერთად გავიოთესტებ არ მოძრაობთ ხო ჩვენ ძილის დროს უფრო სტატიკურად ვართ ან ერთ პოზიციაში ან მეორეში შესაბამისად ჩვენი ენერგო წვაც და თერმული ბალანსიც იცვლება თვითონ აი როგორ ფიქრობ შენ ნორმალურია თუ არა კონდიცირებად გარემოში ღია კონდიცირების ქვეშ ძილი თუ ისევ სჯობს რაღაცა ტემპერატურას მივაქციოთ ყურადღება და დაბალანსებულ გარემოში დავიძინოთ აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით კი ადამიანებისთვის, რომლებიც არიან დაავადებული სხვადასხვა სასუნთქის სისტემის თუ სხვადასხვა ორგანოების დაავადებისთვის, რათა ისინი ცხოვრობდნენ როგორც სტაბილურ გარემოში, ასევე სტაბილური ტემპერატურის მქონე სუფთა, ნაკლებ ან ზუსტად იმ ჩარჩოებში მყოფი ტენიანობის გარემოში, რომელიც მათი სიცოცხლისთვის ასე რიგად უსაფრთხო და ტენიანობა ეს ცალკე თემაა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ამას ჩვენ ალბათ დაუბრუნდებით ახლა არ მინდა თემიდან გადავიდე რომ ზემოთ აღნიშნული ჩივილები პაციენტებს როცა იღვიძებენ არასწორი გამოყენების ან ცუდ ან ზედმეტად ცივ გარემოში ყოფნის დროს მათ ეწყება თვალების სიმშრალე, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, დაძაბულობა, მიალგიები. აი ესო თავიდან ავიცილოთ საკმარისია რომ ჩვენი ჭკვიანი, ეფექტური, სუფთა მოწესრიგებული ანტიბაქტერიული კონდიციონერები დავაყენოთ დაახლოებით 24 გრადუსის მაჩვენებელზე. აი ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ უსაფრთხოთა ვარ და რა თავარია ის ბრთები რომელიც არის კონდიციონერებზე მთავარია მათი მიმართულება არ იყოს პირდაპირ გამოწყორცნილი ჭავლი ჩვენ ორგანიზმზე. აი ამ შემთხვევაში რასაკვირველია უსაფრთხოა გებრიელათაც დავიძინე. შვენივრად დიახ. ოღონდ ამ შემთხვევაში ჭავლი უნდა მიმართული იყოს როგორც ჭერის მიმართულების ან კედლის მიმართულებით. თუ ჩვენ ყოფნის გაგრილება გვერდზე ოთახიდან და თუ კარებები ღია და შემოდის, ეს ძალიან კარგია, კიდევ უფრო უსაფრთხოა, ხოლო თუ ამის საშუალება არ აქვს და პირდაპირ საძინებელში გვაქვს კონდიციონერი, ის უნდა მოთავსდეს ისეთ უსაფრთხო ადგილას, რომ კიდე ერთხელ ვიმეორეთ, მისგან ჩვენ არ ვიღებდეთ ზიანს. პირიქით, კონდიციონერი არის ჩვენი ძალიან დიდი დამხმარე ერთგული მეგობარი, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მაღალია ტემპერატურული რეაქცია და სითბური დარტყმის საშიშროება და თერმული გადახურების შემთხვევა, როდესაც საძინებლები არის უშუალოდ აი დამეთანხმები ალბათ ჩვენ არა ვართ ინჟინრები, მშენებლები, მაგრამ ძალიან მედიკოსები ზოგადად განათლებული ხალხია. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საძინებლები არის უშუალოდ სახურავის ქვეშ მოხვედრილი და ალბათ თითოეულ ჩვენთან გვანს ქონია ამის, როდესაც აი ამ მაღალ სართულების ქვეშ ყოფილვად რაოდენ მაღალია გადახურება და წარმოიდგინეთ ადამიანები, რომელსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება, სხვადასხვა დაავადებების გამო და დისკომფორტი, ისინი დილით იღვიძებენ უკვე სტატუსის მდგომარეობაში, მძიმე სუნთქვის უკმარიცობით, ეცემა სატურაცია, ამ შემთხვევაში კონდიციონერი არის პირველი დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აი ასეთ მდგომარეობაში არიან. ამიტომაც თავიდან შერჩეული სწორად გარემო არის გარანტი იმის, რომ ჩვენი პაციენტები მშვიდად ატარებენ ღამეს და მოგეხსენებათ რომ სასუნთქის სისტემით დაავადებული პაციენტებს ყველაზე მეტად ეშინიათ გამწვევების ღამის საათებში და თუ ამას ემატება კიდევ ისეთი მძიმე ფაქტორები როგორც არის გადახურება, მაღალი ტემპერატურა, მაღალი ტენიანობა, დაბინძურებული გარემო, მტვერი, სიგარეტის ბოლი, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რაოდენ მაღალი რისკის ქვეშ არიან ჩვენი მოქალაქეები. ტენიანობა, კახა, როგორ ვარეგულიროთ, იმიტომ რომ ტენიანობის განსაზღვრა გარდა სიმპტომური ჩვენი აღქმისა, ხო, თვალების სიმშრალე, კანის სიმშრალე, თმის დაზიანება აღნიშნე, ზოგადად შეგრძნებების დონეზე, ეს შეიძლება იყოს ძალიან სუბიექტური და მიკერძოებული. ამ დროს ჩვენ გვჭირდება ოპტიმალურად შეფასება. სჯობს თუ არა გამოვიყენოთ ისევ და ისევ ტექნოლოგიური საშუალებები, რომ განსაზღვროთ ჩვენს საცხოვრებელ სივრცეში როგორია ტენიანობა. რასაკვირველია მნიშვნელოვანია, ხშირად საუბრობენ კონდიციონერის ალტერნატივაზე, ეს არის ვენტილატორების სპეციალური ან ფანჯრის გაღება და განიავება. ამასაც თავისი წესი და ტექნოლოგიები აქვს. ეხლა რაც შეეხება
ტენიანობის მართვას. ტენიანობა უნდა იყოს ნორმაში 40-დან 60%-მდე. საბედნიეროდ დღეს ჩვენი ტელეფონები, სხვადასხვა მოწყობილობები, ყველაფერი არის აღჭურვილი იმით, რომ ჩვენ ძალიან კარგად გავთვითცნობიერდეთ თუ იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვართ, ან სადაც მივიმგზავრებით, როგორია ტენიანობა, როგორია ქარის სიჩქარე, რასაკვირველია. და აი ძალიან ბევრი დანადგარი მოწყობილობა იყიდება, რომელიც ცალკე აშრობს აერს, ცალკე ატენიანებს აერს, მეც მაქვს ესეთები წარმოდგენილი, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ ყველას, რომ ძალიან დიდი პრობლემაა გლობალურ მსოფლიოში, ეს არის ანტიბიოტიკო რეზისტენტობა, ანუ დამპარი უხერი ბაქტერიები. დიახ, წამოვიდა ესეთი ბაქტერიები, რომელთან დღეს ანტიბიოტიკებიც კი უძრურია. და ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში? გაიმარჯვებს ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესი, აქვს ჯანსაღი გარემო, იკვებება ნორმალურად, აქვს სპორტული აქტივობა და რასაკვირველია ის მოწყობილობები, რომლებიც ჩვენთვის არათუ საზიანოა, არამედ პირიქით ისინი წარმოადგენენ ჩვენ დიდ ეფექტურ მეგობრებს, რომლის გარეშე ჩვენ ცხოვრება უკვე აღარ შეგვიძლია. კი ბატონო და დაუჯობია დავიმეგობროთ, გავთვითცნობიერდეთ, შევისწავლოთ, თუ არა მოვიწვიოთ კონსულტანტები, ანუ პროფესიონალები, ვინც კონკრეტულად ამ მიმართულებებში დაგვეხმარებიან. მადლობა. კახა, ეხლა მოდი დავანგრიოთ მითები და რეალობები გვაქვს ეგეთი რუბრიკა, დავანგრიოთ მითები შენთან ერთად. მითი ნომერი 1, კონდიციონერის გამოყენება იწვევს ფილტვების ანთებას. რასაკვირველია ეს არის მითი, იმიტომ რომ ფილტვების ანთებას იწვევს არა კონდიციონერი, არამედ დღეს პნემონია დაუძახოთ ფილტვების ანთებას, როგორც არის აკადემიურად დეფინიციით მის სახელი. დღეს ჩვენ გვაქვს პნემონიები, როგორც არის ბაქტერიული პნემონიები, ვირუსული პნემონიები, ატიპიური პნემონიები, სოკოვანი პნემონიები, რაც საოცრად დიდ მომრავლდა და მათთან ბრძოლა გაცილებით უფრო ძნელია ვიდრე ბაქტერიულ პნემონიებთან. ცალკე ავიღოთ ვირუსული, აი ხედავთ რა პერიოდი დაგვიდგა, რომ ჩვენ ბაქტერიული პნემონიების ნაკლებად გვეშინია ვიდრე ვირუსული, სოკოვანი პნემონიების რასაკვირველია და აი ამ შემთხვევაში როგორც ხედავთ აქ გამომწვევში არსად კონდიციონერი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არ ფიგურირებს. ამიტომაც კონდიციონერის სწორი გამოყენება პირიქით მითია და ხელს გვიწყობს, მე ცოტა გავშლი ამ თემასაც, იმიტომ რომ ის ხელს გვიწყობს რომ პაციენტი პალატაში იქნება თუ სახლში იქნება გრილ გარემოში იყოს, რათა არ მოხდეს მისი გადახურება მაღალი ტემპერატურული რეაქციის დროს. ასე რომ ეს არის მითი. კარგი. შემდეგი. კონდიციონირებულ ოთახში ძილი უფრო მავნებელია ვიდრე უჰაერო ცხელ ოთახში ძილი. აქაც მინდა გითხრათ, რომ ესეც მითია, ვინაიდან კონდიციონერები იმ კონდიციონერ ოთახში რასაკვირველია ხას უსვამს მაღალ ტექნოლოგიურ, უსაფრთხო და ეფექტურში. თუ ეს არის ძველია, ხო, აქ საუბარიც აქ არის. კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ძველ აგრეგატის დაყენება ჯობია საერთოდ არ დააყენო ის მავნედა თუ ვენტილატორით ფუნქციონირებს. დიახ, აქვე ორივე სიტყვას მაინც ვიტყვი ვენტილატორთან დაკავშირებით, ხშირად არის აი ვენტილატორის დროს კონდიციონერის მართვა თუ ჩვენ შეგვიძლია ვენტილატორი მოძრაობს ერთ სივრცეში ან ორ და ის აკეთებს ცირკულირებას შიგნით. მას არ აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, მას არ აქვს სოკოზე ზემოქმედება, მას არ აქვს ზემოქმედება ტენიანობაზე, მას არ აქვს ზემოქმედება მავნე ბაქტერიებზე, რომელსაც ის აცირკულირებს შიგნით, ატრიალებს შიგნით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ვერ ახერხებს რეგულირებას, აი როგორც ჩვენ სხვადასხვა პულტის საშუალებით შეგვიძლია დავაყენოთ ტემპერატურული რეჟიმი, ამ შემთხვევაში ამას ვენტილატორი და კიდევ უფრო მინდა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქმედებას აქვს უკუქმედება, მაგალითად განიავება. განიავება ეს აუცილებელია, ალბათ. ხო, ამაზე ვთანხმდებით, რა თქმა უნდა. ერთსახად, რომ გავაღოთ დღეში 10-15 წუთით 3-4 ჯერ ფანჯრები. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ჩვენ იმ გარემოში, თუნდაც აი გმირთა მოედანზე ფანჯრები რო გააღოთ, რას შევისუნთქავთ იქიდან. აქედან ძალიან დიდად სასიამოვნო ჩემო კოტე დამეთანხმები, ეს ფუნქცია არ იქნება და გამომდინარე აქედან აქაც კონდიციონერი ალბათ იმ რეჟიმებში, რომელშიც ის უნდა მუშაობდეს, წარმოადგენს უსაფრთხო და მე ვიტყოდი ხშირად სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან და საჭირო მოწყობილობას, რომელიც ასე რიგად საჭიროა ჩვენი ყოველდღიურობისთვის. პროფესორ ვაჭარაძეს მადლობა, ბატონო კახა, ძალიან დიდი მადლობა, კახა, მადლობა, როგორც მეგობას. მე მგონი ფართედ და საკმაოდ ინფორმატიულად ახსენეთ ჩვენ დღევანდელი რეალობა, ტექნოლოგიური კუთხით და რა თავია ჯანმრთელობის მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა, კახა. დღევანდელი სტუმარი იყო პროფესორი კახა ვაჭარაძე, შევეხეთ ფილტვებს ჯანსაღ, გარემოს კონდიციონირებად, ჰაერს კონდიციონირებად და შემდეგ ბლოკში გვეყოლება სტუმრად ძალიან საინტერესო ადამიანი ტექნოლოგიური მიმართულებით ვისაუბრებთ არც მეტი არც ნაკლები მედიას კონდიციონირებულ სისტემებზე და რას გვთავაზობს დღეს მედია ჩვენ მოსახლეობას საქართველოში.
ვაგზელებთ პოდკასტის მეორე ნაწილი ახლა თქვენს წინაშე. ჩვენ სტუმრად ყავს ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც თავის საქმის პროფესიონალია და ამ საქმეში მე ეჭვიან მეპარება ლუკა ხარ პროფესიონალი, იმიტომაც ხარ დღეს ჩვენთან პოდკასტში. ლუკა ბორტიშვილი, ეს არის მედია საქართველოს წარმომადგენლის, ასე ვთქვათ, ტექნიკური მიმართულებებით ჩვენს ქვეყანაში. ლუკა, თუ არა რომ ვის შენ უნდა გკითხოთ ამ ყველაფრის შესახებ, ხო? ჩვენ წინა ბლოგში ვყავდა ეკიმი ბატონი კახა ვაჭარაძე, რომელმაც ისაუბრა სამედიცინო კუთხით და მასთან ვილაპარაკეთ ჩვენ იმ კონცეფციაზე რა და როგორ უნდა იყოს ჯამთელი ჰაერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი კარგი, ახლა მოდი ტექნიკურ მხარეს მივხედოთ რა. ანუ სუფთა ჰაერი რო ყველასთვის კარგია, ეს გვესმის, მაგრამ როგორ პასუხობს მაგალითად მედიას კომპანია სუფთა ჰაერის, ასე ვთქვათ, ყოფნას და ამ ჰაერის სუნთქვას ჩვენს ოთახებში და საყოფაცხოვრებო სივრცეებში. კონდიციონერები ძირითადად მარტო ტემპერატურის კონტროლის დროს გვახსენდება, თუმცა კონდიციონერებს შეუძლიათ რომ ჰაერი გაგვისუფთავონ ოთახში. როგორ გაგვისუფთავონ, ანუ რაც ვთქვათ, შემოაქვს იმას გარედან ან და ოთახში არის დაგროვილი სივრცეში ჰაერი, ის შეუძლია ატრიალოს და ფილტრაცია მოახდინოს ამისი თუ რაღაცა სიახლე რა არის, მოკლედ კონდიციონერება უკვე რა ვიცი 50 წელია თუ 100 წელია არსებობს, ხო? კი ბატონო, ამ შემთხვევაში ჩვენ მედიას ბრენდს აქვს ასეთი კონდიციონერი, რომელიც არის TH სერიის კონდიციონერი. რას ნიშნავს ახლა? TH სერიის კონდიციონერი შეუძლია რომ გარედან შემოიტანოს ჰაერი და ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი შემოგთავაზოს სახლში. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვიწევს დამატებითი ფანჯრის ან თუნდაც კარების გაღება. ამ ფუნქციის მეშვეობით კონდიციონერი შეუძლია რომ უფრო სუფთა ჰაერი მოგვაწოდოს სახლში და ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი იყოს. ეგ ისეთი თემაა, რომ ხანდახან უნდა გააღო ფანჯარა და ანიაო. მე მაგალითად ვაღებ და ვანიავებ რაღაც 5 საათში, 4 საათში ერთხელ, რომ მაგრამ ამ დროს ტემპერატურას კარგავ, ფუნქციას აზარალებ, ხო? კი ბატონო, კი, ამ შემთხვევაში ტემპერატურაც კლებულობს, პლუს ამას შეიძლება კარის გაღების დროს შეიძლება ხმაურმაც შეგვაწუხოს, შეიძლება მტვერიც შემოვიდეს, ან თუნდაც კარის გაღების დროს სიცხეც შემოვიდეს. ამ შემთხვევაში TH სერიის კონდიციონერს შეუძლია რომ სუფთა ჰაერი შემოიტანოს, ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, რომელიც არც ტემპერატურას დაგვიკლებს და პლუს სახლშიც უფრო კომფორტული ჰაერი იქნება. კაი, როგორ შეუძლია თანამედროვე კონდიციონერის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და მაგალითად ჰაერში ეგრეთ წოდებული ალერგენების შემცირება. სტანდარტული კონდიციონერები ძირითადად მუშაობს შიდა ჰაერზე, რომელიც ათბობს ან აგრილებს და შემდეგ ისე უკან აბრუნებს ატრიალებს, ანუ ამ შემთხვევაში გარედან შემოაქვს. ამ შემთხვევაში გარედან შემოაქვს ჰაერი და ამ ჰაერის შემოტანის დროს ხშირად მომხმარებელს შეიძლება ის კითხვაც გაუჩნდეს, რომ შეიძლება მტვერი შემომიტანოს ან რაიმე დაბინძურებული ჰაერი. ამ შემთხვევაში ამ კონდიციონერებს აქვთ HEPA 13 ფილტრი, რომლის დახმარებითაც ეს ბაქტერიები შედარებით უფრო შეკავდება ხომ, მტვერი კავდება. ბაქტერიები გარეთ რჩება და სახლში ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი გვერდდება. ამ შემთხვევაში არის კიდევ UV დეზინფექცია, რომელიც ультრავაიოლეტა, ანუ ультраისფერი, ეგ რა შიგნით დგას ეს აგრეგატი? კი, ჩვენს შიდა ბლოკში, კონდიციონერის შიდა ბლოკში დგას ეს აგრეგატში, არის ჩაშენებული, რომელიც ультраისფერ სხივებს გამოყოფს და მკვდარ ბაქტერიებს კლავს. ბაქტერიოციდულია, ხო, ბაქტერიებს კლავს, კი. დიახ. ასევე მედიას კონდიციონერებს აქვს iClean ფუნქცია, რომელიც არის 56 გრადუსიანი თვიწმენდა. ანუ 56 გრადუსიანი თვიწმენდის საშუალებით შიდა ბლოკში ბაქტერიებს და ობს, რაც შეიძლება იყოს წარმოქმნილი, მაქსიმალურად კლავს. ჩვენს კონდიციონერებს აქვს ასეთი ფუნქციები, იონიზაცია, რომელიც მილიონობით ანიონს და კათიონს გამოყოფს, რომელიც ბაქტერიებს კლავს და შედარებით უფრო სუფთა ჰაერს გვაწვდის სახლში. ძალიან კარგი. წეგან ახსენეთ ჩვენ დაბერვა, ხო? და ხშირია ესეთი თემა, რომ აი კონდიციონერმა დამიბერა, გავცივდი, რაღაცა გამიკავდა, კი, რა თქმა უნდა, პირდაპირ ცივი ჰაერის ნაკადი მისასალმებელი არ არის და კონდიციონერებაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ საერთო სივრცეში გქონდეს დაბალანსებული ტემპერატურა და არა რაღაც თავში ან ყურში გვიბერავდეს, ხო? კი, როგორც წეგან ახსენეთ, მედიას კონდიციონერებს აქვს Breezeless სერიის კონდიციონერები, რომელიც ძლიერი დაბერვის ნაკადს უფრო შლის ოთახში. ამ შემთხვევაში ადამიანისთვის არ არის ეს დისკომფორტი, პირდაპირ არ უბერავს და უფრო ეფექტურად მუშაობს. ანუ, როდესაც წინ ან პირდაპირ დგავართ კონდიციონერისას, თუნდაც ოფისში
და ზემოთ ჩვენს ზემოთ კონდიციონერი აყენია. ეს ხელს უწყობს, რომ კონდიციონერმა შეინარჩუნოს სიგრილე, ის ტემპერატურა, რაც ადამიანს სჭირდება, უბრალოდ ესე პირდაპირ უშუალოდ ადამიანისკენ არ უბეროს. დაბერო არ მოხდეს. კი. კარგი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, ამაზე ჩვენ ბატონ კახასთან უკვე ვისაუბრეთ, ეს არის ტენიანობა ჰაერის, ხო? რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირად ვიცით, რომ როდესაც კონდიციონერის ჰაერს ატრიალებს ან აი ამ ფუნქციას ასრულებს, კონდენსატი გარეთ გადის. ხო, ეს წყალი, ანუ ეს წყალი საიდან გადის გარეთ? ოთახებიდან გააქვს გარეთ. შესაბამისად რა ხდება? ოთახებში ტენიანობა კლებულობს, რაც ჩვენ გამოშრობისა და ამ დისკომფორტს გვიქმნის. აი ამ მიმართულებით მიდეას რა კომფორტი აქვს? დიახ, ჩვენს ამ მიმართულებით, როგორც წეგან ვახსენეთ TH სერიის კონდიციონერს, დამატებული აქვს ტენიანობის ფუნქციაც, რომელსაც შეუძლია მუდმივ რეჟიმში 40-დან 70%-მდე აკონტროლოს ეს ტენიანობა. ეს რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, მაგალითად ტენიანობის თემა, აი ეს დაბერვის ტექნოლოგია, ეს UV ფილტრაცია და დეზინფექცია, ხო? იქ რაღაც ტემპერატურული დამუშავება. ეს ყველა სხვადასხვა აგრეგატს აქვს თუ არსებობენ აგრეგატები, სადაც ეს ყველა კომპონენტი გაერთიანებულია, ხო? შეიძლება ღირებულებით შედარებით ძვირი, მაგრამ აი all in one რო იტყვიან, არის ესეთი მიდიაში. კი, სწორედ ასეთი მოდელი არის ჩვენი ახალი მოდელი TH სერია, რომელსაც რაც ჩამოვთვალეთ, ეს ყველაფერი აქვს დამატებული. კარგი, ტენიანობა ვახსენეთ და წყალი მთის უნდა შემოგთავაზო, Coca-Cola Bottles Georgia's ახალი პროდუქტი მიირთვი შევივსოთ ჩვენი წყლის ბალანსი. ეს არის წყალი ბრომატის გარეშე, გაზირებული და მინერალიზებული, აქვე ჩვენი ერთგული სპონსორი წარმოადგინო მინდა პოდკასტის სპონსორი აჰავა ბრენდი წარმოგვიდგენს უნიკალურ დაპატენტებულ ფორმულას ოსმოტეს, რომელიც აერთიანებს მკვდარი ზღვის 21 მინერალს, მათ შორის მაგნიუმს, კალციუმს და კალიუმს. გეტყვით ასევე, რომ ჩვენი პოდკასტები იწერება ძალიან კარგად გაგრილებულ სივრცეში, ეს არის პოდკასტ პოინტი, მიდიას კონდიციონერი გვაგრილებს ისე. ხო იცოდი ეგ ამბავი. კონდიციონერის სწორი მოვლა და ფილტრების რეგულარული წმენდა, ჯანსაღი ჰაერის შენარჩუნებისთვის ეს მნიშვნელოვანია, ხო? რაც არ უნდა ტექნოლოგიურად დატვირთული იყოს ეს აგრეგატები, მათი წმენდა მექანიკური ანუ სპეციალისტის საშუალებით, ეს არის მნიშვნელოვანი. რა პროცესია ეს და რამდენ ხანში ურჩევ მაგალითად შენ როგორც ამ მიმართულების ხელმძღვანელი კლიენტს ან მომხმარებელს, რომ გამოიძახოს სათანადო სერვისი და წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ თუ სეზონის დაწყების წინ, თუ დამთავრების მერე, თუ როდის უნდა მოხდეს ეს წმენდა. ფილტრაციას რაც შეეხება, საკმაოდ მარტივია. მიდიას შემთხვევაში, მიდიას პროგრამა გვთავაზობს ასეთ სისტემას, რომელიც შიგნით აქვს ჩაშენებული, მიდიას პროგრამა შეუძლია შეგვახსენოს, როდის არის ფილტრები გასაწმენდი. თვითონ პროგრამა ამას შეუძლია სიგნალი მოგცეს ამ ფილტრებთან დაკავშირებით. სეზონზე ერთხელ აუცილებელია ფილტრების გაწმენდა, რაც საკმაოდ მარტივი და ადვილია. შიდა ბლოკებთან არსებული ფილტრები უნდა მოიხსნას. აი ეს გარედან ბადისებრი ესეთი რაღაცა რო არის, ხო? ეგ ფილტრები, რომელიც უნდა მოიხსნას, გამდინარე წყალს შეგვიძლია მისი გარიცხვა, თუმცა არ უნდა გავაშროთ მზეზე, ან თუნდაც ფენის დახმარებით. ხო, რო არ დაზიანდეს. კი, მაინც პლასტმასია და აქედან გამომდინარე დეფორმაცია რომ არ განიცადოს. ახლა დგას ჩვენთან იგივე თქვენი კომპანიის მიერ წარმოებული მიდიას კონდიციონერი. მე არ ვიცი, არ ვარ ჩახედილი აქ რა ტიპის კონდიციონერი დგას, რა ფუნქციები აქვს კონკრეტულად მაგალითად ამ აგრეგატს. ჩვენთან წარმოდგენილი არის ES1 სერიის კონდიციონერი, AI EcoMaster ტექნოლოგია აქვს, რომელიც არის მესამე თაობის ინვერტორული ძრავი. მოდი ეგ ინვერტორული ძრავიც ორი სიტყვით აგვიხსენე. ინვერტორული განვავრცოთ, ინვერტორული ძრავი არის სტანდარტულ ძრავთან შედარებით 30-35%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და ამას პლუს ხმის დონეც შედარებით დაბალი სტანდარტულ კონდიციონერთან. კი, ასევე ამ კონდიციონერს აქვს ვერტიკალური და ჰორიზონტალური დაბერვა 180 გრადუსიანი მბრუნავი დეფლექტორები. ასევე ამ კონდიციონერს ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს, ფუნქცია აქვს. ნავიგაციის ფუნქცია. როდესაც სტუდიაში მოდიხართ და აპლიკაციასთან გექნებათ დაკავშირებული, მას შეუძლია რომ რამდენიმე წუთით ადრეს აღიქვას თქვენი მოსვლა და წინასწარ ჩართოს კონდიციონერი. ანუ ტექნოლოგიურად ჩემი აქტივობის გარეშე გაგიქვამს რომ ახლოს ვარ და აბატონოს სიგრილე დაგახვედრა. მას შეუძლია წინასწარ ჩართოს კონდიციონერმა თავისი ძრავი, დაუბეროს ჰაერი და უკვე მოსვლის დროს გაგრილებული ოთახი მე დაგხვდება. ჩემმა ძალიან კარგმა მეგობარმა ამას წინათ ესეთი მხარდაჭერა აღმომიშინა, მე არ ვიცოდი ეს ფუნქცია რო ქონდა, მე ჩემთან ოფისშიც მიდიას ბრენდის კონდიციონერი მიყენია, თურმე რაღაცა უმარტივესი манипуляციით, რომელიც მწოდნე ადამიანი მეცის, მე შემიძლია დილას სახლიდან
მობილური ტელეფონის საშუალებით ჩავრთო, გამორთო, ტემპერატურა დავაყენო, დაუწიო, უმარტივესად და უკვე დამხვდეს მეც და იმ ადამიანს, ვინც ამ სივრცეს მოიყვანს, კომფორტული და ჩვენთვის სასიამოვნო გარემო. ძალიან დიდი მადლობა ლუკა, წარმატებები თქვენს კომპანიას, ბევრი მყიდველი გქონდეს და ბევრს გქონდეს საშუალება, რომ მიყიდოს კონდიციონერები და თან ხარისხიანი პროდუქცია დავკიდოთ სახლში, გამოვიყენოთ და ჯანმრთელობასაც მივხედოთ. ასეთი იყო დღევანდელი პოდკასტი, გემშვიდობები, თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შემოგთავაზოთ კიდევ და კიდევ საინტერესო ეპიზოდები. დროებით და ნახვამდის. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას არ მოგიდგენთ წყალი მთის.